ლარი კვლავ გაუფასურდა, პროდუქტების და საწვავის ფასმა მოიმატა, საგარეო ვალი გაიზარდა, სასამართლო კვლავ მიკერძოებულია. ამ და სხვა ინფორმაციით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება. გამარჯობა. გამარჯობა. ლენინიზაცია ქართული განათლების სისტემაში. ბიძინა ივანიშვილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში როგორც ქველმოქმედი და მეცენატი ისე შეიყვანეს. დიდი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში გამოისახა. ამ ღვთისმიერმა ადამიანმა საკუთარი უმციკლო ბიოგრაფია ქართველ ბავშვებს უსასყიდლოდ გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილებით პენსია სულ რაღაც 20 ლარით იზრდება. 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის კი პენსია 300 ლარი გახდება. გილოცავთ მეგობრებო, პენსია 2000 თეთრით გაიზრდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პენსია 30000 ქართული თეთრი ექნებათ. გდანის ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, კერძოდ კი წნევის აპარატის დაზიანებისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორის სარგებლობის უფლება ჩამოართვეს. გადაცემის ბოლოს ჩვენ სიუჟეტში გიჩვენებთ 60 ქვეყანას, სადაც წნევის აპარატის დაზიანების გამო ექს-პრეზიდენტებს ტელევიზორით სარგებლობა აეკრძალათ. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. მუდმივი ღიმილით და ბედნიერებით დაღლილი ადამიანების ჯგუფმა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. ცოტას ამოისუნთქავენ და მალევე დაბრუნდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 4 სართულიანი აგარაკი ძმის სახელზე აქვს გაფორმებული. რა შემოსავლით ააშენა ფეშენებელური ვილა მოსამართლე ნოდარ ღვაბერიძემ. მოსამართლე ნოდარ ღვაბერიძის მოკრძალებულმა სახლმა მსოფლიო არქიტექტურის კონკურსში გაიმარჯვა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში სწორი გზით მიმდინარეობს სამშენებლო ბიზნესის და სასამართლოს განვითარება. ახლა კი სასიამოვნო ინფორმაცია. საქართველოს ტერიტორიაზე 12 წლის შემდეგ ჯიქი კვლავ გამოჩნდა. ჯიქი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას გაექცა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველოში დაბრუნდა. თბილისის მერი კახი კალაძეს სკანდალში ეხვევა. ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ზუსტად არის აღწერილი კორუფციული გარიგების დეტალები. ფილადელფიაში מחვილცხვირა დელფინი დაიბადა. პატარა ძუძუმწოვარს პონგო დაარქვეს. და ამ წუთებში მატყობინებ, რომ ხმაურია დელისის მეტროსთან. ჩვენი ინფორმაციით თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია გადაუყარეს. აი ამ წუთას მაცნობეს, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტების გადაყრაში ეხმარებიან. სიკეთე გადამდები. მაქსიმართლით იარე შენ. რა თქვი? მაქსიმართლითაც იარე და არ გეღირსოს მდიდარ ტელევიზიაში მუშაობა. შენ დაგახჩო საკუთარმა დეზინფორმაციებმა და მთავრობის ფულებით ნაყიდმა კალორიებმა. მე შეიძლება კალორიებმა დამახჩოს, მაგრამ შენ ჩემი სტუდიის ბოღმა დაგახჩოს. მეწადიშე ბიძინას მონა. მოიცა, ბიძინას მონობა ტეხავს? ტეხავს, აბა არ ტეხავს? ფუ შენი. ბანკმა გამაშავა ეხლა ამ წუთას. ხო. მე კიდე პრემია დამიჯდა. ხედავ რა განსხვავებაა ჩვენ შორის. მონობის ძალა და მადლი ნუ მომიშალოს, ღმერთო.